დავამრგვალეთ ფესვი 45-ის მნიშვნელობა მეასედებამდე. ახლა კალკულატორის რაღაც ეგეთების გამოყენებით, მოდი როგორმე განსაზღვროთ დაახლოებით რისი ტოლი უნდა იყოს ფესვი 45-დან, კვადრატული ფესვი 45-დან, მეასედების სიზუსტით. ესე იგი, გვაქვს ფესვი 45, ერთი ეგ ვიცით, რომ გვაქვს ფესვი 45, ვიცით რომ ეს არ არის სრული კვადრატი, ხო? 45 არ არის სრული კვადრატი, ამიტომ პირდაპირ არ მოვაქცევთ ფესვი. მაგრამ შეგვიძლია რომ რაღაც სრულ კვადრატებს შევადაროთ ეს. ანუ როგორ შეგვიძლია ეკვნათ? ვიცი რომ ფესვი 45-დან მეტი იქნება 36-დან კვადრატულ ფესვზე, ხო? და ნაკლები იქნება 49-დან კვადრატულ ფესვზე. აი ეს ნამდვილად ვიცი. და ამ დროს ვიცი რომ 36-დან კვადრატული ფესვი არის 6-ის ტოლი და 49-დან კვადრატული ფესვი არის 7-ის ტოლი. ეს ვიცი. ესე იგი გამოდის რომ ფესვი 45-დან არის 6-სა და 7-ს შორის მყოფი რიცხვი. ახლა კიდევ რას დავუკვირდები? დავუკვირდები ესეთ რაღაცას, რომ 45 4-ით არის დაშორებული 49-დან და 9-ით არის დაშორებული 36-დან. ანუ სხვაგანად რომ თქვა, აი ამ 6-იანს კიდევ რამდენი უნდა დაუმატო, რამდენი დაახლოებით რამდენი უნდა დაუმატო, რომ მივიღო ფესვი 45-დან. ნუ ესე შევხედავ. 36-დან 59-მდე რა არის მანძილი? 36-დან 59-მდე მანძილი არის 13 და 36-დან 45-მდე მანძილი არის 9. ანუ დაახლოებით ზუსტად არა. მნიშვნელოვანია გავიზარდოთ რომ ზუსტად არა, იმიტომ რომ ეს არ არის წრფივი დამოკიდებულება, კვადრატული ფესვი მაქვს, მაგრამ მიახლოებით, ნორმალური მიახლოებით, დაახლოებით 9/13 გზა აქვს გავლილი, აი ამ ფესვი 45-ს, ფესვი 59-მდე სინამდვილეში, ხო? ანუ 6-ს უნდა დავუმატოთ დაახლოებით 9/13 რომ მივიდე აი ამის მნიშვნელობამდე. და მოდი ცოტა უკეთ განსაზღვროთ რა არის 9/13. მოდი გავყოთ 9/13-ზე, ესე დავწერპარე ნულებსაც. კარგი. ეხლა ვნახოთ 13-ზე რომ ყოფ 9-ში მოთავსდება 0-ჯერ, შემდეგ 90-ში მოთავსდება 6-ჯერ, 90-ში მოთავსდება 6-ჯერ, ეს არის 18, 6-1 7, ამიტომ ეხლა მათ გამოვაკლებ ერთმანეთს, დამრჩება აქ 2 და აქ 1, 120-ში მოთავსდება 9-ჯერ, ესე იგი ეს იქნება 27, 2-ს ვიმახსოვრებ, 9-2 11, ამას გამოვაკლდება დარჩება 3. პრინციპში 0.79 მეტი არც მჭირდება. მაქვს 0.79. ესე იგი, რა ვიცი ახლა მე ვიცი რომ 0.79 უნდა დავუმატო მე 6-ს, რომ მიახლოებით მივიდე ფესვი 45-თან. მოდი მაშინ ავდგები და ესე გარტყმაზე ვიტყვი რომ შეიძლება ფესვი 45-დან უდრიდეს 6.7-ს. ნუ 0.79-ის ნაცვლად 0.7 ავიღე. მაგრამ ახლა ცხადია ეს არ ვიცი მართლა ასე არის თუ არა, ხო? ამიტომ უნდა შევამოწმო. ამიტომ ავდგები და მოდი 6.7 ავიყვან კვადრატში და ვნახავ რას უდრის. 6.7 ავიყვანოთ კვადრატში. რისი ტოლი იქნება? 7-ჯერ 7 არის 49, 4-ს ვიმახსოვრებ, მოდი დავწერ აქ 4-ს. შემდეგ 7-ჯერ 6 არის 42 და ამას დამატებული 4 იქნება 46. 6-ჯერ 7 არის 42, 4-ს ვიმახსოვრებ ისევ. დავწერ კიდე ერთ 4-იანს აქ და 36-მას დამატებული 4 არის 40. ახლა 9, 8, 4 და 2 ციფრი გვაქვს 10 წილადის წერტილის მარჯვნივ, ამიტომ აი აქ დავწერ 10 წილადის წერტილს. ესე იგი მივიღე 44, სხვადასხვა კარგად არჩენს დავწერ კარგად 44.99 მეასედი. ესე იგი საკმაოდ ახლოს მივედი მართლაც ფესვი 45-თან, მაგრამ თლად არა. მოდი ახლა ავდგები და ესეთ რამეს ვიზამ. ავდგები და სულ ოდნავ გავზრდი 6.7-ს. თქვათ მაქვს, ანუ იმიტომ გავზრდი რომ აშკარად 6.7-ის კვადრატი ნაკლებია ფესვი 45-ზე. ახლა ვნახავ 6.7-ის კი არა 6.71-ის კვადრატი როგორია. ამიტომ ავდგები და 6.71-ს ავიყვან კვადრატში. 6.71. ესე. ეს მე მგონი ხელს შემიშლის მე, ამიტომ მოდი ამას წავშლი. ვაშორებ ამას. კარგი. ესე იგი, მოდი ახლა ავიყვანოთ ეს კვადრატში. ნუ პირველ ჯერზე მთლიანად გადმოიწერება ეს, შემდეგ 7-ჯერ 1 7, ეს არის 49, 4-ს ვიმახსოვრებ, 42 + 4 46, ეს არის 6, 42, 4-ს ვიმახსოვრებ, 40. აი ესე. კარგი ბატონო. მოდი ახლა ვნახოთ ეს რა იქნება. ეს არის 1, 14, 1-ს ვიმახსოვრებ, 6 12, 9 21 იქაც 22, 2-ს ვიმახსოვრებ, ამათი ჯამი 8, იქაც 2 10, 1-ს ვიმახსოვრებ, აქ 5 და აქ 4. და რადგან 4 ციფრი მაქვს 10 წილადის წერტილის მარჯვნივ, აი აქ უნდა დავწერ 10 წილადი. ახლა მივიღე 45-ზე ოდნავ მეტი, რაღაც 2 მიასედით მეტი დაახლოებით. ესე იგი გამოდის რომ მართლაც ეს რიცხვი, აი ეს ფესვი 45-დან შემიძლია ვთქვა რომ არის ესეთი რაღაც. ფესვი 45-დან რაღაც კარგ დონეზე მივახლოვე. აშკარად მეტი არის 6.7-ზე
და აშკარად ნაკლები არის 6.71-ზე. აი ესეთ რაღაცა შემიძლია ვთქვა თავისუფლად. და კიდევ მოკლედ რომ დავწერო 6.71-ის კვადრატი ტოლი არის 45.024. ანუ რაც მთხოვეს პრინციპში რომ მიახლოვებო მიასედევამდე საკმაოდ კარგად გამომივიდა ეგ, იმიტომ რომ ეს 6.7 ხომ სიამდვილეში არის 6.70 არა? ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ მიასედების სიზუსტით უკვე დავადგინეთ ფესვი 45 სად მდებარეობს.